აი ესეთები კიდე GMC, ამაზეც უკვე ვაკეთებთ განხილვებს. შეხედეთ. ერთი რამეა, ყველას რო უნდა რომ ასეთი მანქანა გავიდეს 400-500 კილომეტრი, ზუსტად ამ ზომის, როგორც აი BYD T5, GMC, ფოტონები და ასე, ესენი ზოგად არიან აი 300 პლუს მინუს. ეს რაც უწერია. რეალურად ესენი ყველა გადის 250 სავარაუდოდ. აი ესე პლუს მინუს რეალურად. აი ამ ზომის ელექტროები, აი ესეთები. გინდა BYD იყოს, გინდა GMC, გინდა Verizon და გინდა სხვა. ზუსტად ამ ზომაზე მიდის საუბარი. ჯერჯერობით არ უკეთებენ მაღალ ელემენტებს. არის ალბათ რეალური მიზეზი მაგისთვის. ნახეთ. უკან კარები. ეს ლიფტი აქ შეიძლება დავაყენოთ, ბევრს უკვე უნდა ლიფტიანი, ლიფტი ეს პრობლემა არ არის, ლიფტით არც ერთი უკვე არ გეცდება სრულად ორიგინალში, ლიფტი უყენდება უკვე მოთხოვნით. აქედანაც არის ორი კარი, იქიდანაც ორიანი კარია. და სალონში შევხედოთ. ჯერ ფასები მაგის არ არის, მაგრამ მომწერეთ ეს მანქანა თუ დაგაინტერესებთ. ჩათვალეთ 250 კილომეტრს გაგატარებს ესეთი მანქანა. 这是可以能赚多少货？1000呀，这个能抓多少货？多少吨？基本上它咱负载，这款车基本上负载最少都在4吨。对，最少都在。აი როგორც ამბობენ, საშუალო მაგის ტვირთამწეობა, საშუალო ნორმალურად რო იმუშაოს 4 ტონა. მეტიც შეიძლება. არა, მეტი უკვე თავისთავად ელემენტსაც ექნება მეტი ხარჯვა. ასე რომ, თუ დაგაინტერესებთ ასეთი GMC და გვიკავშირდით იმერი მოტორს, მაგ ყველაფერში დაგეხმარებათ. მე ვარ ალექს დროებით.